სამთავრობო დღეს შეფასებების თემაა პრემიერის ინიციატივა ოპონენტებთან დებატების გამართვის შესახებ. მართულ გუნდთან დებატებისთვის მზად არის ოპოზიცია. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურაგ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის ირაკლი კობახიძეს დებატებისგან უკვე წლებია მოუწოდებს. მზადყოფნას გამოთქვამენ ნაციონალურ მოძრაობაშიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ დებატებს არა განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. მათ შორის მათი აზრით საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკოსების ციხიდან გათავისუფლება. პარტია გახარია საქართველოსის წარმომადგენლები კი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გიორგი გახარიას გამოცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის უარყოფით განცხადებებს იხსენებენ, თუმცა დებატების გამართვის შემთხვევაში მონაწილეობისთვის მზად არიან. კონკრეტულად კობახიძეს წლებია ვეუბნები, რომ დაждდეს და დამელაპარაკოს და უბრალოდ ამჯერა რომ მას ამის ნებას დართავს ისი უფროსი. ამიტომ გუშინაც ჩემი პასუხი ეგ იყო, რომ ნებისმიერ კონკრეტულად მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზადვარ რომ დავიჯდე და დაველაპარაკო. დემოკრატიის აღდგენას და პოლიტიკური დებატების სრულყოფილ დაბრუნებას პირველ რიგში ჭირდება ოპონენტების გათავისუფლება, თუმცა ცხადია ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო ქართული ოცნების კორუფციაზე, მაღალ ფასებზე, იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც უკავშირდება ქართული ოცნების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც გაუძვირა ქართულ ხალხს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ამაზე ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, არაერთხელ გვითქვავს, ვიდებატოთ და არა მხოლოდ ვიდებატოთ, ვიკამათოთ იმაზე, თუ საწაიყვანა ქვეყანა ქართულმა ოცნებამ. საერთოდ რა დებატებზეა საუბარი ამდენი წლის განმავლობაში მარტო ჩვენი გუნდიდან არაერთი შეთავაზება ქონია ოცნებას. მე მინდა შეგახსენოთ ასევე მუნიციპალური არჩევნები, როდესაც ჩვენი კანდიდატები არაერთ ქალაქში იწვევდნენ ოცნების კანდიდატებს დებატებში. ამაზეც იყო უარი. და ზოგადად თქვენ კარგად იცით, რომ ოცნება უარს აცხადებდა აქამდე ნებისმიერი ტიპის დებატებზე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს დებატების ფორმატი იყოს პირველ რიგში მათთვის კომფორტული. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება, რომ მიუხედავად ნებისმიერი ფორმატისა, რაც არ უნდა თავსმოხვეული ფორმატი იყოს ოცნების მხრიდან, დებატებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. როდესაც ჩვენ 2023-ში ხალხის ძალამ დავაინიცირეთ გამჭვირვალობის კანონი, მაშინ ვითხოვდით დებატებს და მაშინ ვითხოვდით დაწყებულიც ჰქონდა ჩვენ დებატები და ვითხოვდით, რომ განსხვავებული აზრი მოეწოდებინა და დაეფიქსირებინა გნებავთ ნაცმოძრაობას და გნებავთ NGO სექტორს. მაგრამ დებატების ნაცვლად ჩვენ აქ მივიღეთ მაგიდების აყირავება, ლანძღვა, გინება, ბულინგი. თუ მოხდება ესე, რომ ქართული ოცნება და ხელისუფლება შეძლებს, რომ უზრუნველყოს ისეთი ფორმატები, სადაც იქნება ჯანსაღი დებატები, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ასე დებატებს. დისკუსიები, დებატები არის ყველა დემოკრატიული საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ ჩვენი მთავარი ინტერესიც და ამოსავალი წერტილიც ამ ინიციატივის საზოგადოებისთვის შეთავაზების იყო ის, რომ მაქსიმალურად ასთა ჭიდილში საუკეთესო იდეები, საუკეთესო გამოსავალი ამა თუ იმ პრობლემური საკითხიდან შევთავაზოთ საზოგადოებას. და ჩვენ მზად ვართ, ეს იყო საზოგადოების დაკვეთაც ბუნებრივია და ჩვენ მზად ვართ ამ ტიპის დისკუსიებში ჩავერთოთ ყველა იმ ადამიანთან, ყველა იმ ოპონენტთან, რომლებიც გულწრფელად არიან დაინტერესებული ამ დისკუსიების, გულწრფელად არიან დაინტერესებული ქვეყნის უკეთესი მომავალით. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისათვის მზაობის გამოხატვა საკმაოდ სერიოზული არგუმენტები ჭირდება. ესეთი შედეგები თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის და დაღუპვისგან გრევის გზა. და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს სასაკურები, მაგრამ ნახოთ, ცადოთ, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, არსებობს სხვა მედია საშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში კარგი პირობები იქნება ამ დებატებისათვის.